რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მოდი რაღაცას გეტყვი და დარწმუნებული ვარ გამოგადგებათ. გეტყვით როგორც ადამიანი, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა და ცოტა გაიზარდა კიდეც. ცოტა კი არა და რა აგიჟებთ ყველაზე მეტად პროჭორვილებს. რის გამო ხტებიან ტრუსიკიდან, რასაც ქვია. იმით რომ ვერ გელაპარაკებიან მორალური პიედესტალიდან. მორალი მათ მხარეს არ არის. ბრიყვები არიან, უსინდისოები არიან, მაგრამ ამას გრძნობენ და გულის სიღრმეში ამ ამორალობის გამო საკუთარი თავის ძუბთ. ნიჩეს არ ეთანხმებიან, მაგრამ ქვეცნობიერიდან ვერ ირეცხავენ მაინც. ჩვენი ბრძოლის მორალურობის სიმბოლო კი რა არის? ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრი ვინმე, მაგრამ გამორჩეულია მზია ამაღლობელი. ეს არის მიზეზი, რისთვისაც ეს სნეული, მაგრამ გაუტეხელი ქალი მიზანში ამოიღო კგბ-მ და აკეთებს ყველაფერს, რომ მის ბრძოლას მთავარი იარაღი, მორალურობა, სიმართლე შეურყიოს. Zia Amlagobeli from Georgia. ამისთვის ერთი მეთოდია მზია ამაღლობელისთვის ევროპარლამენტის მიერ მინიჭებული პრიზის სახელწოდება სახაროვის ჯილდო. არ ჩერდებიან პროჭორვილები, იმეორებენ ერთსა და იმავეს გარწმუნებთ მოსკოვში დაწერილს. სახაროვი ცუდი კაცი იყო, სახაროვს არ მოსწონდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მაგის პრემიის მიღება ახლა როგორ შეიძლება? და აქ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე შესაძლო პასუხი, რითაც შეგიძლიათ უპასუხოთ პროჭორვილებს თუ მაინც და მაინც გადადებთ თავს დისკუსიისთვის. პირველი, სახელწოდების მორალურობის არგუმენტი არ მიიღება ივანაშვილებისგან, გია ვულსკებისგან, რიმა ბერაძეებისგან და სხვებისგან, ვინც კაციჭამია ლენინის სახელობის ოქტომბრელთა ორგანიზაციაში წამოიჩიტა და იმ კაციჭამიის პორტრეტიანი ვარსკვლავი ჰქონდა გულზე დარჭობილი მთელი თავისი ბავშვობა. მერე ყვირალობის ასაკს იმავე კაციჭამია ლენინის სახელობის კომკავშირში მიაღწია. ბოლოს კი დიდი მონდოებით, წვალებითა და ბლატით იმ კაციჭამიის დაარსებულ კომპარტიაში შევიდა, რათა ერთგულად ემსახურა მისი კაციჭამიური იდეებისთვის. მეორე, სახაროვმა მართლა უწოდა საქართველოს პატარა იმპერია. ოსებს და აფხაზებს ჩაგრავდა. უწოდა, რადგან ემხრობოდა ლენინის კაციჭამიის თავდაპირველ ბოდოს, როცა ყველა ავტონომიას მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი უნდა ჰქონდა და აფხაზეთს 20-იან წლებში ასეთი სტატუსი მართლა ჰქონდა. დაახლოებით ისეთივე კონფედერაცია საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკასთან, როგორცაც 90-იანებიდან დღესაც დრო და დრო გვთავაზობენ ხოლმე რუსები. ასე იყო, სანამ სტალინმა არ დაახარისხა რესპუბლიკები და ავტონომიები. მესამე, სახაროვი იყო ერთ-ერთი პირველი და გადამწყვეტი, ვინც 9 აპრილის შემდეგ ძალიან მკაფიო პოზიცია დაიკავა. იყვირა და არ გაჩერდა ჩვენი დაღვრელი სისხლის გამო. მსოფლიოში მისი მორალური ავტორიტეტი რომ არა, გაცილებით გაგვიჭირდებოდა, გაცილებით. ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ვინც აღმოჩნდით საბჭოთა უზარმაზარი და უძლიერესი პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა მთელს მსოფლიოში, მაშინაც, მაშინ უფრო. მეოთხე, პრემია სახაროვი არ გასცემს. გასცემს ევროპარლამენტი და სინამდვილეში შალვა პაპუაშვილებისა და დანარჩენი რუსების მთავარი სამიზნე სწორედ ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული სტრუქტურების ავტორიტეტია და არა აკადემიკოს სახაროვის პირადი ავტორიტეტი. მეხუთე, აკადემიკოსმა სახაროვმა ავტორიტეტი დასავლეთში მოიპოვა არა იმით, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ოდესღაც პატარა იმპერია უწოდა, არამედ იმით, რომ იბრძოდა ზოგადად ადამიანის უფლებებისთვის და ებრძოდა უძლიერეს კომუნისტურ სისტემას. კაცმა, რომელსაც რეჟიმი მისი სრულიად უნიკალური დამსახურებებისთვის ხელის გულზე ატარებდა, ამ თავისი ბრძოლით ფაქტურად სასიკვდილოდ გაწირა თავი და წლები გაატარა გადასახლებაში. მეექვსე, პრემიის დასახელებას რომ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა წლობით ნაშოვნ მის ავტორიტეტს, მაშინ ნობელის პრემიის ლაურეატებს ვენების გადახსნა თუ უშველთ, რა კი ალფრედ ნობელს მრავალ სხვა საქმესთან ერთად უპირველესად დინამიტის შექმნით ვიცნობდა და პრინციპში მასზეა დღეისათვის დაღუპული ადამიანების ალბათ უმრავლესობის ცოდვა. მეშვიდე, პრაქტიკით ვიცით რამხელა პატივია ამ პრემიის, ნობელის პრემიის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც მსოფლიო მშვიდობაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. იმავე აკადემიკოს სახაროვისთვის სხვათა შორის. თუ არ იცოდით, დიახ, მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1975 წელს მიიღო. Елену Сахарову Боннер получать, подняться на трибуну. Dabare მეორე პარალელიც გინდათ? საბჭოთა კომუნისტურმა პარტიამ მაშინვე დაარაზმა ყველა გაზეთი და ყველა ტელევიზია, სულ ორი არხი იყო და დაიწყო არა მხოლოდ სამშობლოს მოღალატე სახაროვის, არამედ მთელი ნობელის კომიტეტის ლანძღვა.
ასე რომ ეგ ყველაფერი საბჭოთა ადამიანებს ზია ამაღლობელამდე 50 წლის წინ აქვს გავლილი და მოსმენილი. მერვე ვუყურებ, უსმენ, კითხულობ ადამიანების რეაქციას და მგონია რომ ზოგადად ბევრი ნამეტანი კომპლექსებით პროჭორილელთა ბრიყული დამონათებებით. იქნებ დაფიქრდეთ. იმას, ვინც 2025 წელს ამტკიცებს, რომ საოცნებო ქვეყანაში ცხოვრობს და ჯიუტად ხაზავს 50-ს, აქვს თუ არა უფლება თქვენ გესაუბროთ მორალზე. მე გეუბნებით, რომ არა. და თქვენც იცით, რომ არა. ამიტომ გავხსოვდეთ, რომ მათი ამოცანა თავდაცვის რეჟიმში ჩაგაყენონ და იქ ჩაგტოვონ. იქამდე მიგიყვანონ, რომ ერთხელაც როგორც მოაზროვნე და სინდისიერი ადამიანი თქვენც დაფიქრდეთ, იქნება და მე ვცდები. არა, არ ვცდები. მეცხრე, თუ მაინც და მაინც ჯილდოების მორალურობაზეა საუბარი, შეგვიძლია შევადაროთ სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც ევროპარლამენტმა მიანიჭა მზია ამაღლობას და რუსეთის პრეზიდენტის მადლობა, რომელიც ელცინის სასარგებლოდ არჩევნების მანიპულირებისთვის გამოუცხადეს. ვის? მართალია, ბორია ივანაშვილს. ხო, ეგ მაშინაც უაღრესად მორალური ჯილდო იყო, უაღრესად მორალური საქციელისთვის. მეათე. აი, ეს ყველაფერი რომ გეცოდინებათ, როდესაც ამ ყველაფერს აუხსნით პროჭორილებს პუნქტობრივად და ლოგიკურად და დაინახავთ, რომ მაინც ვერ იგებს, არ იგებს. არც ერთი ხვეული არ უტოკავს, ბოლო გზა გრჩებათ, ყველაზე ალალი და მუშა, რასაც ყველაზე მარტივად გაიგებენ. მოკლე პასუხი: წატრიში. და ბოლოს მე-11. იქნებ საერთოდაც ამ ბოლო არგუმენტით დაიწყოთ ნებისმიერი კომუნიკაცია ბიომასასთან, ვინც დღესაც რუსი ბორიას მზეს ფიცულობს. მადლობა მზიას ბრძოლისთვის, მადლობა ყველა თქვენგანს ბრძოლისთვის, მადლობა ყველას პრიზებისთვისა და მორალური მხარდაჭერისთვის. ოღონდ რა თქმა უნდა, მეტი გვჭირდება. პრაქტიკული დახმარება გვჭირდება რეჟიმის მოსაცილებლად. ისე ხომ არ იცით, ვენესუელისკენ რა ხდება და მადურო კაკალს ახლა რით ამტვრევს. ქვეყანამ ხომ აიკიდა სერიოზული კომპლექსი. ქოცი არ ვარ, მაგრამ ახლა მეც უნდა ვიძახო, თვალთხარი არ ვარ, მაგრამ ამის დედაც არ იყოს, ხო? ისეთმა ფურმა უნდა ჩაგწიხლოს, ვინც ჩენზე მეც იწველის. ისეთმა ინტელექტუალმა უნდა გაგაფარჩეკოს, ვისაც IQ ჩენზე მეტი აქვს. წაკითხული წიგნების რაოდენობაცა და გაგებულიც. რა თქმა უნდა, მათი ხარისხიც პირველ რიგში. და მე, რომელიც თვალთხარი არ ვარ, მართლა არ ვარ. ირაკლი კობახიძეს ვფიცავ, სულ შეძრული ვარ პარლამენტად წოდებულ გაუგებრობაში თვალთხარიას პარტიის 12 წევრის შეყვანის შემდეგ ამ პარლამენტის ერთი ვიცე-სპიკერის ორი განცხადებით. განცხადება პირველი. ჩვენი გუნდის ლიდერობაც არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ეს გახმაურებული გამოძიებაც იქნება პრევენცია, რომ ბიუჯეტით გამდიდრება არავის შერჩება. განცხადება მეორე. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას პარტიიდან პარლამენტში შემოსული დეპუტატები სათანადო ცოდნასა და ინტელექტს ფლობენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე ახლა ვინაა? ის ერთი ციხის კარტანაა ატუზული და ახლა ვინაა? კობახიძე ალბათ. ჩემი ირაკლი კობახიძე. ვინც უნდა იყოს? პირველად ვთხოვ რაღაცას ცხოვრებაში და უკანასკნელად. ინტელექტსა და კორუფციაზე რომ ჩამოვარდება აწი საუბარი და ვიღაცის წინაშე საკუთარი უპირატესობის დამტკიცება მოგინდებათ, გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, გეაჯებით. ვინმე სხვა გამოიყვანეთ სალაპარაკოდ. ნებისმიერი, თუნდაც თვით მარიამ ლაშკი, თუნდაც თვით დიტო სამხარაძე, თვით ირმა ზავრადაშვილი, თვით გენო პეტრიაშვილი, თვით კარლო კახაკალაძე. ნებისმიერი, ოღონდ ეს არა. ამის გამოყვანა თუ გსურთ რამე სხვა თემა მიეცი დასამუშავებლად და გასაშლელად. ვაგონშეკეთების გამოწვევები 21 საუკუნეში. ტომაჰაუკების მიწოდება უკრაინისთვის და გამოყენების სპეციფიკა. პლასტიკური ქირურგიის მიღწევები და პერსპექტივები, თალიბან პაკისტანის დროებითი ზავი, გოლფსტრიმის დინების შესუსტება, მარსმავალ კურიოზიტის გეგმა 2026 წელს. რამე მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ ინტელექტზე ნუალაპარაკებ და კორუფციაზე. აი ეს ორი თემა ჩაუხურეთ, აუგრძალეთ, დამუწეთ. განა იმიტომ რომ საჭირო სიტყვებს ვერ მოძებნის, განა იმიტომ რომ არაკომპეტენტურია, განა იმიტომ რომ თავად აკლია ინტელექტი სხვათა ინტელექტის განსასჯელად, განა იმიტომ რომ გამოცდილება აკლია კორუფციის დამარცხების. არა, უბრალოდ მას როგორც ვიცე-სპიკერს უამრავი საქმე აქვს და ასე წვრილმანებზე მოდი ნუ მოვაცდენთ. თქვენი გნესამე რა. ვიღაცის მოგონების ალღერძელო ხომ დაგილევიათ. უფრო ხშირად ფეხზე ადგომით. გარშემო ყველა რო ჩუმდება და თამადას უსმენს, ყველაზე მთვრალიც კი. სასაფლაოზე ჭიქაც ხომ წაგიქცევიათ ახლობლისთვის. დარჩენილი ღვინის ნახევარი მერე ჯვრის ფორმით ხომ მოგისხამთ ზემოდან. ხომ გითქვამთ, გაანათლოს. მარადიული ხსოვნა, არ დავიწყება, ვინც გული დაგწყვიტა, ვინც უდროო წასულა, ვინც თვალს წაეშალა და გულს არა. იმის ლამას სულს გაუმარჯოს. ნათელი და სანთელი მის სულს, ვინც ჩვენი ხელით შენდობას მოელის. აქაც კარგი კაცი იყო იქ ნათელი და ადგესა, ვინც აქ სიცოცხლეს გვიადვილებს და იქ სიკვდილს გაგვიადვილებს.
ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა ცხონება იყოს. ავით. ესენი ხომ გითქვამთ. სტანდარტული ფრაზებია და ვერცად გაიქცევით. ასე ვამბობთ ხოლმე ყოველთვის იმაზე, ვისაც გვერდით ვერ ხედავთ. მაგრამ გაგვიგონია რომ რაღაც სულ ჩვენს გვერდით არიან სხვა განზომილებაში, მაგრამ არიან. იქ ლოცულობენ ჩვენთვის, იქიდან ზრუნავენ, იქიდან გვიფარავენ. ხო და ერთი ეგეთი ტკბილი და მურაბა კაცია ჩვენი ომბუდსმენი. ადრე ომბუდსუმენი ყავდა და ის ვიცოდით. ჩანდა, მუშაობდა, დადიოდა, ლაპარაკობდა. ახლა ყავს ვიღაც, რომლის სახელიც ვიცით, ლევან იოსელიანი, მაგრამ აღარ ვიცით რას აკეთებს. აკეთებს კი რამეს. გოგოებს გადაუარეს, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ბიჭებს გადაუარეს და სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ჟურნალისტები ჩაყარეს ციხეებში, სად არის შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ექიმები ჩაყარეს ციხეებში, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. კიბოიანი ადამიანები ჩაყარეს ციხეებში, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. მომაკვდავი მშობლების ერთადერთი პატრონის შვილები ჩაყარეს ციხეებში და ის მშობლები დახოცეს, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. პატიმრებს წერილების წერა აუგზალეს, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. პოეტს ქაღალდი და კალამი აუგზალეს ციხეში, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. პოლიტიკური პარტიის მეტნაკლებად ცნობადი ლიდერი არ დატოვეს ციხის გარეთ, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ასე გრძელდება მგონი 340 დღეა, 11 თვე, ერთ თვეში დამრგვალდება წელიწადი და იოსელიანი? არა, განა არ არის, არის, მაგრამ ვირტუალურ რეალობაში, სხვა განაა. პარალელურ სამყაროში. იქ სადაც იგი არა არის ჭირი მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. იქ სადაც ყველაფერი მშვიდადაა, სადაც დემოკრატია ზეიმობს, სადაც ადამიანის უფლებები ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, სადაც არჩევნების შედეგში ეჭვი უბრალოდ არავის ეპარება, სადაც მრავალპარტიული პარლამენტი და მუნიციპალური საკრებულოები განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმათა ჯანსაღის აფიხნოა, სადაც სასამართლო მხარეთა დისკუსიის პროფესიული ასპარეზია. სადაც მთავრობის წევრობა სისპეტაკისა და პატიოსნების სიმბოლოა, სადაც ხელისუფლება მუხლ ჩაუხრელად შრომობს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც მედია და სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებითაა დაფასებული, როგორც დემოკრატიის ბურჯი. აი, ასეთ საოცნებო საქართველოს ცხოვრობს ვინმე ლევან იოსელიანი. გინდათ მის პარალელურ სამყაროში გაგიხსნათ პანჯარა. წამოვყევით უსაინტერესოეს მოგზაურობას გთავაზობთ. ფიქრობთ, რომ ცოტა ადამიანმა ხელოვნურად არ უნდა გადაკეტოს გზა? მე არ ვფიქრობ, ასე წერია ყველა საერთაშორისო აქტში, კანონში, გადაწყვეტილებებში. ეს ჩემი არ ვფიქრობ. ღმერთია მოწმე სადა დიანა ტრაპაიძემ ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის შეეხსენებინა, რომ დამცველი ხავთ, რომ ის თვალს ადევნებს რა ხდება ქვეყანაში. აანალიზებს, წერს, კითხულობს, ლაპარაკობს, კერდით იცავს ბოლო-ბოლო გოგობიჭებს გავეშებული რეჟიმისგან და მისი ტიტუშკებისგან. მაგრამ იოსელიანს რომ ეგდავლება არ აქვს თავის ხაზე იმისგან. იოსელიანი რომ მაგ თანამდებობაზე ამისთვის არ დაუდიათ, აბარისთვის დადეს. აი ომბუდსმენის ვებგვერდი. ჩაუყვეთ მის აქტუალურ თემებს. აგერ კაცი მალტაზე წასულა. ოღონდ მარტო კი არა, მოადგილეს წაუყვანია, სადაც მონაწილეობდნენ კონფერენციაში კარგი მმართველობის უფლების რეალიზაციის შესახებ. ამბავი კი ერთი კვირის დაგვიანებით გამოაქვეყნეს მერე. ამას გვიმალავთ, იბათ ნოლევან. და რასაკეთებდა ეს პატივსაცემი კაცი მალტიდან ჩამოსulis შემდეგ? იქაური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეძენილი ცოდნითა და სტიმულით უკვე. დუშეთში წასულა და გაუხსნია აპარატის მე-11 რეგიონული ოფისი. კიდევ იუსტიციის სამინისტროს გაუზიარებია ჩვენი სახალხო დამცველის მოთხოვნა პატიმრების დაზიანების აღრიცხვის წესთან დაკავშირებით. განა დაზიანების დაუშვებლობასთან, პრევენციასთან, ქურდულ გარჩევებთან დაკავშირებით, რომ არავის არაფერი დაემართოს, არამედ დაზიანების სწორ აღრიცხვასთან დაკავშირებით. კი, საშური საქმეა. მოკლედ შრომობს ეს კაცი. აკეთებს რასაც ავალებენ. ამბობს რაზეც აძლევენ ხმის ამოღების უფლებას. თუ არ აძლევენ რას იზამს, იჯდება კუთხეში და შეჭამს მაწონს თავისთვის. რა თქვი მაწონსო? ბოდიშ მოიხადეთ. 2026 წლიდან ომბუდსმენის ხელფასი 14400 ლარი ხდება. თვეში. ახლა რომ იცოდეთ აქვს 13140 ლარი. იანვრიდან 2 თვეში კი 1260 ლარი კიდევ დაემატება. თქვენი რა მიდის? არა, თქვენს მიდის, იმიტომ რომ ხელფას ამ ღრმად პატივცემულ გვამს თქვენ უხდით. თქვენი ფულით ჭამს, თქვენი ფულით სვამს, თქვენი ფულით დადის მალტაზე და თქვენი ფულით დუმს. ხო, აი, ზუსტად მაგაში უმატებენ ხელფას. ესაა ზუსტად ის კაცი, რომ გაინტერესებდა დუმილი ოქრორჩეული ვისთვის და ლევან იოსელიანისთვის. არ დავიწყება მის სახელს. კაცისას, რომელსაც უკვე ბუზი და მკბენარი დაეხვა, იმიტომ რომ ხელის ზედმეტად გატოკების არც უფლება აქვს და არც სურვილი სამწუხაროდ. ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად თბილისში
2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. ისეთი დროა, რომ სულ სტრიქონებს შორის უნდა ვიკითხოთ. მით უფრო როცა ეგრეთ წოდებული სპეცსამსახურები გველაპარაკებიან რამეზე. ახლა სუსი გვეყვება ამბავს, როგორ დააკავა ჩინეთის მოქალაქეები და ამოიღო 2 კილოგრამი ურანი. თან გვაჩვენებ შუშის სკილებს, ბებია ჩემი, რომ დაფნის ფოთლებს ინახავდა რაღაც ისეთს. აი ესაა ურანიო. კაი, გავუყვეთ ოფიციალურ ვერსიას ახლა. ჩინეთის 3 მოქალაქე თბილისში გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას $400,000 და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ამბობენ, რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოს ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას თურმე უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში. აქედან პირადად მე მზად ვარ დავიჯერო, რომ ჩინეთის ვიღაც მოქალაქე საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა. მაგაში ეჭვი არ შემაქვს. აი, ამბის დანარჩენი ნაწილი კი ცოტა არ იყოს მაფიქრებს. პირველი მაფიქრებს საიდან გაჩნდა 2 კილო ურანი. საქართველოს დაიწყო წარმოება ივანაშვილის დაპირებულ ას ქარხანაში. მადანი არ გვაქვს. საბჭოთა კავშირიდან დაგვრჩა? არა, რაც იყო დარჩენილი ამერიკელებმა გაიტანეს შორეულზე შორეულ 1998 წელს მცხეთის რეაქტორიდან. მაღალი გამდიდრებისა და დაბალი გამდიდრების ურანიც. წაიღეს და დამარხეს შოტლანდიაში. ესე იგი, საიდანღაც ახლა შემოვიდა. მაგრამ მაშინვე ჯერ კიდევ 90-იან წლებში იმავე ამერიკელებმა დაიწყეს საქართველოს სასაზღვრო პუნქტების აღჭურვა რადიოაქტიურობის აღმომჩენი დეტექტორებით. ასეთი სახმელეთო პუნქტი გვაქვს 13. 5 აზერბაიჯანთან, 4 სომხეთთან და 3 თურქეთთან, 1-იც რუსეთთან. გვაქვს საზღვაო პორტები და აეროპორტები, მაგრამ ამ გზებს კონტრაბანდისტები არ იყენებენ ხოლმე. ღია წყაროებში შეგიძლიათ იპოვნოთ ინფორმაცია, როგორ იღებდა საქართველო ბირთვული მასალის აღმოჩენის ტექნოლოგიასაც, ტექნიკასაც, ამ ტექნიკის გამოყენების ცოდნასაც. ვისგან? შეერთებული შტატებისგან. მიშას დრო რომ ქვია, მაშინ ყველა პუნქტზე ყველა დეტექტორი მუშაობდა. ახლა კი ცოდნე ხალხის ცნობით ბევრგან აღარ მოქმედებს. გააფუჭდა. ხელის მომკიდებელი კი აღარავინაა, რადგან ამერიკასთან ურთიერთობა რბილად რომ ვთქვათ, გაგვიუარესდა. ჯერ კიდევ 2023 წელს ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე იყვნენ საქართველოში, ჰქონდათ შეხვედრები უმაღლეს დონეზე, შემდეგ მოინახულეს სადახლოს გამტარი პუნქტი, რომელსაც მათი თქმით წელიწადში კვეთს 1 მილიონ ადამიანზე მეტი. და ყურადღება, მოინახულეს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე ზონა. ზონა, სადაც არც ერთი ქოცი ჩინოვნიკი არაა ნამყოფი, არც ერთხელ ბორია ივანაშვილის თამადობით. იქ ჩავიდა ზუსტად შეერთებული შტატების ბირთვული მინისტრი, ფაქტიურად. ეგ ამბავი ასე უნდა წავიკითხოთ. უკონტროლო ტერიტორიები რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის შესაძლო წყაროა, მაგრამ ისე სუსის ოფიციალურ ინფორმაციას თუ დაუბრუნდებით, ეს 2 კილო ურანი, მის ჩემი ცოდვითა და რადიაციით სავსე ჩინელებს საქართველოსთან რუსეთში უნდა გაეტანათ, იქიდან კი ჩინეთში. ხო და რუსეთში თუ აპირებ გატანას, ცხინვალიდან აქეთ არ შემოიტანთ, ხო? პაგრანჩნიკს იქვე ჩაუგუჭა $100, რომ მანქანა არ შეგემოწონს და ივალი ვლადიკავკაზიდან ვლადივოსტოკამდე. დეტექტორების გარეშე. გზადაგზა გაიშნიკებისთვის დაგჭირდება 2 კაპიკი, მაგრამ მე უკვე წვრილმანი ხარჯია. ახლა ვიკითხოთ, ჩინელებს რა გაუჭირდათ ისეთი, რომ ურანი თბილისურ ოქროსუბანსა და ბათუმურ ბენზეში არ ეძებნათ. ქვეყანაში, რომელიც მესამეა ურანის წარმოებით მსოფლიოში. მესამე. მართალია, შიდა ბაზარზე იმხელა მოთხოვნა აქვს, რომ მადნის 2/3-ს სხვაგან ყიდულობს, მაგრამ უკვე გამდიდრებულ ურანს შეერთებულ შტატებშიც კი ყიდის. 2023 წელს ექსპორტით $9 მილიარდი იშოვნა. აბა რა გაიგეთ ახლა ამ ყველაფრიდან? მე პირადად გავიგე ის. გამინჩდა ლოგიკური ეჭვი, რომ ქვეყანაში მართლა მორღვეულია სასაზღვრო კონტროლის მნიშვნელოვანი ასპექტი, რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდა. ბ. ეს შეიძლება შემოსავლის ძალიან კარგი წყარო გახდეს ნებისმიერისთვის, ვინც იცნობს სისტემას და არ თაკილობს ბინძურ ფულსაც კი. გ. ქართულ რეჟიმს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ტრამპის შემორიგების იმედი და ცდილობს ანტიჩინურ მარაკაში გაერიოს, რა კი ამერიკელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ოფიციალურ ცნობაში ნახსენები ერთი დეტალი. ექსპერტები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ. ეს მეგობრებო ნიშნავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელს, რომელთა გადაადგილებაზეც მათ მთავრობას უმკაცრესი კონტროლი აქვს დაწესებული. უმკაცრესი. ასეთები თუ ჩადიან სადმე, ტრიკონებს შორის უნდა წაიკითხოთ ასევე, რომ ისინი კომპარტიამ გამოგზავნა მივლინებით. და მაშინ გამოძიება უნდა მივიდეს სულ ცოტა ჩინეთის საელჩომდე თბილისში, რომელსაც აუცილებლად
უნდა ქონოდა და ექნებოდა ინფორმაცია ასეთი მნიშვნელოვანი სპეციალისტების ჩამოსვლაზე. და გამოძიება აუცილებლად უნდა მივიდეს ქართველ ძალოვნებამდე, რომელთაც 2 კილო ურანი ან იქნებ 200 ვინცის შემოიტანეს ან შემოატანინეს ქვეყანაში. ეს სახელები გვინდა, მამუკა. უსახელო ჩინელები საკმარისი არაა. ისე ჩვენ შორის დარჩეს, სახე რომ დაუფარე დაკავებულებს ოპერატიულ კადრებში შეგონია, ხალ რომ ქუჩაში რომელიმე ჩინელმა გვერდზე გაგვიაროს, ვინმეს ვიცნობთ. Not war, not war, not war. Just peace, just peace, just peace, forever, forever, forever. Peace forever. ასე კაკანებენ დიქტატორები, როცა ერთ ადგილას უჭერენ, ან ორ ადგილას. იქამდე დაფარულ უნარებს აბჟავნებენ ხოლმე, ხმა უკანკალებთ, კურცხალის ცვივად, ენებს სწავლობენ. არადა სხვა ბიჭი მახსოვს. Deep State-თან პირველი მებრძოლი თანაც, ამ მათხოვრებივით კავკასიონის მთებს სამომხარებული კი არა, იქ მებრძოლი, აი წინა ხაზზე, მთლად ამერიკის კონტინენტზე. ამიტომ პირველი დარტყმაც მან მიიღო ახლა. კარგი მაგალითია მადურო. ამერიკის ურჩობის გაცილებით ხანგრძლივი და პრინციპული ისტორიით, ვიდრე ზოგ-ზოგი ერთები. თუმცა ხედავთ თქვენ თვითონაც და გესმით. მადუროსი არა და ბორიას ინგლისური პრონაუნსი сул მაინტერესებდა. რუსული პრაიზნაშენია ხო ვიცით? და შეგვიძლია მივხვდეთ მის правописанияსაც და чистописанияსაც. Несколько слов я скажу на русском, по-русски. Мажоритарных кандидатов. Кандидат мажоритариев, как по-русски говорит, я сам, у меня самому не получается. ინგლისური კი არასდროს მოგვისმენია, არც ფრანგული მიუხედავად მოქალაქეობისა. ძალიან კი გვინდა მოусმინოთ რა ენაზე აკაკანდება, როცა ასეთი აშკარა გახდება რეჟიმის დამხობის ხიფათი. ვითომ ამაზე უკეთეს ინგლისურს გაგაჭავს? ამობენ ადამიანს აგონიაში მხოლოდ დედაენა ახსენდებაო. მაგას ხო სხლაო სიცოცხლე. თუმცა ყველაფერი მაშინ გამოჩნდება საბოლოოდ, როცა კვერცხი მოაწვება და მართლა გაუჭერდება. არა, ბირთვულ ავიამზიდებს ახლა მის წინააღმდეგ არავინ გამოგზავნეს, რა თქმა უნდა. იქ მოუჭერენ სადაც ყველაზე მეტად ტკივას, საფულეზე. იმათ თუ მოინდომეს იციან სადაძებონ გადამალული შავი ფული. როგორც ამბობენ აღდგომა და ხვალეო. Holy Easter and tomorrow, Borinka, my dear. აბა Borinka, my dear, родной. რა ენაზე ითხოვ პატიებას, როცა შენც მოგკითხავენ პასუხს რუსის მონობისთვის? ქართულად, რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად? მეტი არაა ჩემი მტერი. I have no more enemies. როგორც შეიტყოდ. რას დავბიდი? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.